ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია, რომ დიდად წყვილების შორის ჩემი გაგებით სიყვარული არ არის, არც ერთ წყვილს შორის. ანუ ყველგან არის რაღაც ღალატი, ესაი ბევრი რაღაცაები, რა თუ ჩაუღრმავდები, ღრმად თუ ჩახვალ და მიუხედავად იმისა, რომ მე და ზურას პერსონაჟი, ანუ თქვა, ჩემი მხრიდან ავი რაღაცნაირი ქალია, რომელიც მუდმივად ჩხუბობს და ეჩხუბება ქმარს და რაღაც საშინელებებს ეუბნება, მაინც არის ამ პერსონაჟებს შორის სიყვარული, რა, უყვართ ერთმანეთი, რა. არ არის ეგრე, არ დამეთანხმები? კი, მეც მგონია, რომ უყვართ ერთმანეთი, იმიტომ განსაკუთრებით მერაბდარჩიას უყვარს ნატო კაკაჩი, იმიტომ რომ ესეთი ავი ქალის გაძლება და თან ესეთი არა, რატო არ იხსენებ ერთი წამით გრიშას რომ მივყავდით, იქ რაღაც სამყარო სასასრული რო დგებოდა, მერაბის garaშე რომ მივყავდი და დავჭი მე ჩემი მერაბიკოს გამო. მარტო ცუდი რატო გახსოვთ ამ ქალის? არა, ცუდი არ მახსოვს, კარგიც აქვს, კარგი კაი, მე მესმის შენ გული გაქვს ნატკენი და არ შეგიძლია კარგის დანახვა. აი ჩემი ანგარიში. სულცოტა, აი მინიმუმ ხო? ეს ამბავი 9 მილიონი მაინც მისდება მე. წავედი მე. მოდით შევთ. არც დარწახო. შევთქ. არა, რატო დამანები თავი მოწავიდე. არა, მომისმინე მაშინ მეც არც დარწამოვა. რა სამბობ, ნატო წაიყვანე ბავშვები და წადი. ნატო მორთიაში. როგორ წარმოგიდგენი ახლა ჩემი ქმარი აქ დარჩეს, მეტეორი დაეცეს და მე იქ მანჰეტენზე ვისეირნო?